ჩვენი პატრიარქი იყო სახეთელი ქრისტიანული სამყაროსი. დიდი მხარდაჭერა იყო მისი უწმინდესობისათვის, სოფლიო პატრიარქისათვისაც და სახე იყო მოციქულებრივი მოღვაწეობის. იმიტომ რომ ჩვენ ათეისტური კომუნისტური რეჟიმის შემდგომ თავიდან მოინათლა თითქმის მთელი ქართველი ერი. და მისი მოღვაწეობა მე პირადად ესე ვთქვათ მიუხედავად მისა კითხულობდი ღვთისმეტყველებას და სწავლობდი და ვეცნობოდი ეკლესიის ისტორიას, ჩემთვის გახდა მაგალითი მამამთავართა მოღვაწეობის, ა ブラ ამის, ისააკის და იაკობის მსგავსი მოღვაწეობის და პირადად ყოველთვის ჩემს გულში ფიქრობდი ასე ბოლო წლებში განსაკუთრებით მის ღვთოვანი ასაკის შემყურე და წარმოვიდგინე როგორ იყო ა ブラ ამი, როგორ იყო ისააკის ბოლო წლები, როგორ იყო იაკობის მამამთავრის მოღვაწეობა და ჩემს გულში პატრიარქი მესახებოდა მამამთავარ იაკობად, რომელმაც 12 ვაჟიშვილი შვა და ახალი ისრაელი შექმნა, ახალი ერი შეიქმნა მის ხელში. მსგავსი იყო ჩემს გულში, ფიქრობდი, რომ მისი პატრიარქობის შემს შეიქმნა ახალი განახლება მოხდა მთელი ქართული ეკლესიის და გამრავლება იმ დონეზე, რომ შეიძლება ითქვას ახალი მორწმუნე ქრისტიანული ერი შეიქმნა, ქართველი ერი, ისრაელი მორწმუნე, რომელიც ესე ვთქვათ იქნება მისი იყო და იქნება მისი ესე ვთქვათ მოღვაწეობის ნაყოფი და იქნება ესე ვთქვათ ნუგეში მისი ესე ვთქვათ მისი ცხოვრებისა და მისი წლების და მადიდებელი მისი ესე ვთქვათ მოქმედებისა და მოღვაწეობისა, იმიტომ რომ ის რაც მან გააკეთა, მთელი თავისი სიბრძნე სიტყვა მიმაჩნია უფრო იმის გამოხატველი არ არის, რაც კიდევ მას გაარეს. განჯის უნარებს მქონე უდიდესი პიროვნება, რომელსაც შეეძლო კარგად მოეგერიებია გარეშე, ესე იგი შემოტევები, კარგად იცოდა როგორც ბრძენმა მესაჭემ, განჯის მქონე მესაჭემ, როდის როგორ ემოქმედა, როდის გააქტიურებული იყო, როდის პირიქით დაემშვიდებია თავისი საწყსო, როდის ესე ვთქვათ ღელვა ძვრები ან რამე რყევები იქნებოდა, როგორ ემოქმედა. ეს იყო უდიდესი მწყემსი და მაგალითი თელი საქრისტიანოსათვის. და ამიტომაც ასეთი დიდი შეფასება რომ სოფლიო პატრიარქისა მის მიმართ და გუწველი შეფასება, რომელიც მე ღებულობ პირდაპირ როგორც ნამდვილ სიტყვებს მისი გულიდან წარმოთქმას. ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ მან აი ამ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მოაქცია თავიდან საქართველოს ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი დღეს, სწორედ აი ამ დღეების განმავლობაში, ამ კლუბის დღეების განმავლობაში, სწორედ ამაზე კეთდებოდა აქცენტი, როგორ მოახერხა ეს პატრიარქი. აი როგორ მოახერხა, ეს არის რაღაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მისი მე მინდა ასე ვთქვა, რომ თვითონ უყვარდა ასე თქვა, რომ ადამიანი არის საოცრება, ადამიანი არის საოცრება და არის საიდუმლოც. ჩემთვისაც ახლა მე მაგალითად ფიქრობ, რომ პატრიარქი ჩვენთვის ნენელა იხსნება. აი დროთა განმავლობაში იმდენად მონუმენტალური ფიგურაა, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შევიცნობთ მის შინაგან სამყაროს და მის აი ამ სიბრძნეს, განჯის უნარს, დიდ ასე ვთქვათ, წყემსობის ნიჭს, რომ როგორ შეძლო მან ეს გაეკეთება, იმიტომ რომ ბევრი ამას ცოტა რომანტიულად უყურებს და მე უყურებ ძალიან რეალურად, რომ კომუნისტური იყო ჯოჯოხეთი ეკლესიისთვის. იმდენად სტერილური გარემო იყო. აი მახსოვს რომ ხატი რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მეპოვა 1988 წელს ამის ყიდვის საშუალებაც კი არ იყო და არათუ ღვთის სიტყვის მისვლა ახალგაზრდებამდე ან ნებისმიერ ადამიანს. ამიტომ მან მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში მას ეს გამოხატულად ჰქონდა, ეს იყო განსაკუთრებული მისი ლოცვის სიყვარული. და ღვთის ალბათ მისი ლოცვის სიყვარული იყო უდიდეს სათნოებასთან, თამდავლობასთან დაკავშირებული, როდესაც ის ასე ვთქვათ, თავის უძლურების განცდას ყოველთვის ატარებდა შინაგანად, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ვერაფერს ვერ გახდებოდა. და რა თქმა უნდა, შეწევნა მოციქულთა ანდრია პირველწოდებული, სიուն კანალი, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზის, რომელიც მას ძალიან უყვარდა. და განსაკუთრებით აქცენტი იმ ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული გავლენა ჰქონდა ჩვენი ერის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ინტელიგენციაზე, განათლებულ ადამიანებზე, ის კრებდა მეცნიერებს,
იმ ადამიანებსაც გავლენები გააჩნდა და ნელ-ნელა მისი სიტყვა, მისი ეს სიყვარული მივიდა ყველას გულამდე. ამაში შეიძლება ითქვას ნაწილობრივ დაეხმარა ეროვნული მოძრაობაც ამას. მაგრამ ეროვნული მოძრაობა, რომლის მონაწილე მეც ვიყავი, იყო ცოტა ჩქარობდა ყველაფერს. იმიტომ რომ ისეთი დრო იყო, რომ ცოტა ჩქარობდით, ყველაფერი ჩქარა გვინდოდა და უწმინდესმა ერჩია უფრო შორი გზა და უფრო ესე ვთქვათ უსაფრთხო გზა შეიძლება ითქვას შედარებით, რომლის ნაყოფი ვიხილეთ ჩვენ გუშინ, ვიხილეთ აი ამ დღეებში. ერთობის სახით. ერთობის სახით, რომელიც არის ყველა ერისთვის აუცილებელი მომენტი, რომ ერს უნდა ქონდეს ძალიან ბევრი საერთო წერტილები, რომ ეს არის ერის სიძლიერის მაჩვენებელი. როგორც შოთა რუსთაველზე საქართველოში ვერავინ ვერ იტყვის, ვერანაირ ცუდს არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომ შოთა რუსთაველი ცუდი. აი ესე არის გუშინდელი დღე, რომ ყველა გაერთიანებული იყო უწმინდესის გარშემო და მისი პიროვნების გარშემო, იმ სიყვარულით, მადლიერებით და შეიძლება ითქვას, აი ამით მინდა ესე გავასვა ხაზი, რომ ერთ-ერთი როგორც კლასიკოსი ბრძანებს ჩვენი კურთხეულია ნაბიჯი ვალმოხტის. ეს ვალმოხტილობის და ნაყოფიერების ესე განსაკუთრებული გამოვლინება იყო გუშინდელი დღე და საერთოდ ეს დღეები რომელმაც გაგვაერთიანა ყველა ერთად ძალიან სასიამოვნო და იმედიანად.